რეპრესიული ცვლილებები სამართალდარღვევათა კოდექსში სწორედ ამ საკითხებზე გამართა საინფორმაციო შეხვედრა საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა ბათუმში. თამარ წულუკიძემ შეკრებილებს ის ცვლილებები გააცნო, რომელიც ოცნებამ კანონში განახორციელა. მისივე თქმით, ამ ფორმით მმართველი გუნდის შეკრება მანიფესტაციის უფლებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას და რეპრესიებს ახორციელებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არის დოკუმენტი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ არის საბჭოთა დროინდელი და საია ჩვენი ორგანიზაცია წლების განმავლობაში ამ მიმართულებით საქმიანობს და მუდამ გავწევთ რეკომენდაციას იმ ნაწილში, რომ მოხდეს ცვლილებების შეტანა ამ აქტში. თუმცა ნაცვლად იმისა, რომ მოხდეს მისი გაუმჯობესება და საკანონმდებლო ცვლილებების ასახვა, საკანონმდებლო ცვლილებებით ხდება მისი რეპრესიულ მექანიზმად გარდაქმნა. წლების განმავლობაში ეს აქტი წარმოადგენდა, ეს სამართლებრივი დოკუმენტი წარმოადგენდა სახელმწიფოს ხელში ინსტრუმენტს იარაღს მოქალაქეთა დასაშინებლად და ახლა ბოლოს მასში შესული ცვლილებები მიზნად ისახავს იმას, რომ მოხდეს შეკრება მანიფესტაციის უფლების შეზღუდვა, მოხდეს გამოხატვის თავისუფლების უფლების შეზღუდვა, რათა მოქალაქეებს სანქციის შიშით შეექმნათ დისკომფორტი აქციაზე გასვლის ნაწილში. ძალიან ბევრი ცვლილება შევიდა ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და თითოეული მათგანი ცალსახად გვაჩვენებს იმას, რომ ამ ყველაფრის მიზანი არის იმ ტერორის გაგრძელება ქვეყანაში, რომელიც ამ დროის განმავლობაში და ამ დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა.